დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში და დღეს ტრადიციული რუბრიკა გვაქვს, რომელსაც კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ, კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა ამ სახელწოდებით. ძალიან საინტერესო თემაა ჩვენი დღევანდელი რუბრიკის, რაც მე მგონი ყოველდღიურობაში და ყველას შეგვქმნია გარკვეული სირთულეები ამ ნაწილში, ან წაგვიკითხავს, მოგვისმენია მაინც ისტორიები, უფრო კონკრეტულად კი არაქართულენოვან კურიერებთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ კონკრეტული საქმის და кейსიდან გამომდინარე, ჩვენ სტუმარს წარმოგიდგენთ ამათი ამაროვი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არის ჩვენი სტუმარი. მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში და მოდით დავიწყოთ ამ კონკრეტულად ამ საკითხის განხილვა, რაც ეხება გლოვოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველი გახდა სწორედ ეს არაქართულენოვანი კურიერები და მათი მხრიდან მიწოდებული სერვისი, რამაც შეუქმნათ გარკვეული სირთულე, ხომ? მოქალაქეებს და ამაზე ჩვენც ბევრი გვსმენია, მაგრამ აი უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ჯერ რაში მდგომარეობს ეს საქმე და შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღო უკვე სააგენტო. მოგესალმებით, ნამდვილად ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. 2022 წლიდან ჩვენ განვიხილეთ არაერთი განცხადება ქართულ ენაზე მომსახურების და ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით და თქვენ სწორად აღნიშნეთ გლოვოს кейსი. შარშან წლის ბოლოს სააგენტო შემოვიდა ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადება, რომელიც უთითებდა, რომ გააკეთა სტანდარტული შეკვეთა გლოვოს აპლიკაციის მეშვეობით და რა დროსაც დაუკავშირდა კურიერი, თუმცა კურიერი აღმოჩნდა არაქართულენოვანი, შესაბამისად კომუნიკაცია ვერ შედგა. მომხმარებელმა ვერ აუხსნა, სად იმყოფებოდა, რა სჭირდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო არ იცოდა. საბოლოო ჯამში შეკვეთა ვერ მიიღო. ბუნებრივია, იმიტომ რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია გაუჭირდა. დაამყარეს კი ბატონო. და მიმართა კომპანიას თანხის დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა, სანამ თავად არ მოვიდა ჩვენთან, არ დაწერა განცხადება და ჩვენ არ განვიხილეთ ეს საქმე. საქმის განხილვის დროს ჩვენ დავადგინეთ და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად დგას, იმიტომ რომ როდესაც კურიერი აღმოჩნდება არაქართულენოვანი, არ არსებობდა არანაირი მექანიზმი, რომლითაც შეეძლო მომხმარებელს თუნდაც მიიღო ის მომსახურება ქართულ ენაზე. დამეთანხმებით, რომ ქართულ ენაზე მომსახურების მიღება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომხმარებლო ურთიერთობაში. გარდა იმისა, რომ სანამ მე შევიძენ ნივთს ან მომსახურებას, შეიძლება მე მივიღო ინფორმაცია ქართულ ენაზე, ამ შემთხვევაში ეგრე იყო წესები და პირობები გაწერილი აქვს კონკრეტულ კომპანიას ქართულ ენაზე, მე შემიძლია გავეცნო, ვიცი ტარიფი, ვიცი როგორ უნდა მოიტანო და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ნასყიდობის შემდგომ, ანუ შეკვეთის შემდგომ მომსახურებაზეც, ხო? მხოლოდ ის არ არის რა ინფორმაცია მომაწოდა შეკვეთამდე. აუცილებელია ქართულ ენაზე მომაწოდოს ინფორმაცია და კომუნიკაცია შედგეს უკვე მომსახურების შემდეგაც. ანუ სანამ არ დასრულდება პროცესი ნივთის ჩაბარების, მანამდე, ასე ვთქვათ, ვალდებულება არის, რომ მე იმ ენაზე მივიღო მომსახურება და ინფორმაცია, რაც ჩემთვის გასაგებია. ნებისმიერ ეტაპზე ეს იქნება წინარე ეტაპი, თუ უშუალოდ უკვე შეკვეთის ან მომსახურების ეტაპი, ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია, რა თქმა უნდა, არც ერთი მოვაჭრე არ არის შეზღუდული, შეიძლება გააჩნდეს მომსახურება სხვა ენებზე, მაგრამ საქართველოში, როგორც სხვა ყველა ქვეყანაში, პირველ რიგში სახელმწიფო ენაზე უნდა ხდებოდეს ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლეთ ეს განცხადება, დავადგინეთ დარღვევა. ჩვენ ვთქვით, რომ აღნიშნული წარმოადგენს უსამართლო კომერციულ საქმიანობას და აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას ეს ხარვეზი. ამისთვის განვუსაზღვრეთ გლოვოს გონივრული ვადა, ერთვიანი ვადა განვუსაზღვრეთ და ამ ერთი თვის ვადაში უნდა აღმოიფხვრა ეს ხარვეზი და ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ რაში მდგომარეობს ამ ხარვეზის აღმოფხვრა. კი ბატონო, ანუ ხო კონკრეტულად რა დამახმებით რომ კი, ანუ ვერ შევზღუდავთ და ვერ შევუზღუდავთ კომპანიას, რომ არა იყვანოს თუნდაც არაქართულენოვანი თანამშრომელი, ხო? ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა, როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე როგორც იცით, გლოვო არის ესპანური კომპანია და შევხვდით ონლაინ მეშვეობით, შევხვდით ასევე ესპანურ ხელმძღვანელობას, გავიარეთ გარკვეული საკითხები და დღეს მივიღეთ შემდეგი სურათი. გლოვომ წარმოადგინა შესრულება. საბოლოო ჯერ ეს საქმე დასრულებული არ არის, ჩათვლის ეტაპზე ვართ. დიახ.
და დღეს მდგომარეობით უკვე ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, როდესაც კურიერი უკავშირდება და აღმოჩნდება, რომ არ იცის ქართული ენა, აპლიკაციაში ჩაშენებულია უკვე შესაბამისი ღილაკი, რომელსაც დაჭერითაც მომხმარებელი უკავშირდება უკვე კომპანიის წარმომადგენლობას და ასე ვთქვათ, შუამავალი არის ამ პროცესში, შუამავალი რგოლია. კომპანიის წარმომადგენელი ხედავს, სად იმყოფება კურიერი, ხედავს, სად იმყოფება მომხმარებელი, კომუნიკაცია შეეხმარება და ძალიან მარტივია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მომხდარიყო არა მხოლოდ ტექსტობრივად, ანუ მიწერით, ხო, ჩატში, როგორც ხდება, იმიტომ რომ დამეთანხმებით ამ დროს დიდ ძალისხმევას ენერგიას საჭიროებს ახსნა ეს ყველაფერი და ამიტომ ზარი და უშუალო კომუნიკაცია იყო პრიორიტეტი და უპირატესი, ასე ვთქვათ, ჩვენს საქმეში და ერთ-ერთი მითითება და ვალდებულება ზუსტად ეს იყო, რომ ზარის განხორციელების შესაძლებლობა ქონდეს. დამეთანხმებით, რომ ყველას არ შეუძლია თუნდაც მიაგნოს იმ ჩატს, ან თუ მიაგნოს შეიძლება უკავშირი მოხდეს 20 წუთში და როდესაც კურიერი გველოდება სადარბაზოსთან და ვერ გვაგნებს, ეს 20 წუთით დროს დიდი მნიშვნელობა. ანუ თქვენ ახსენეთ, რომ ჩაბარების ეტაპი, ანუ რა ეტაპი უნდა გაიაროს, რომ უკვე დასრულებულად ჩაითვალოს თქვენი მხრიდან, რომ გლობომ შეასრულა ეს ტექნიკური ნაწილი დარჩა, ჩვენ ვსწავლობთ, რამდენად კარგად მუშაობს, რამდენად კარგად ფუნქციონირებს ეს ახალი ჩაშენებული, ასე ვთქვათ, ღილაკი, ზარის განხორციელება. როგორც კი დავინახავთ, რომ აღმოიფრა ეს ხარვეზი, მომხმარებლებს აქვს შესაძლებლობა სრულფასოვნად დაუკავშირდეთ და დროულად მიიღონ ინფორმაცია ქართულ ენაზე, ასე ვთქვათ, შუამავლის მომსახურება, მაშინვე მოხდება ამ ვალდებულებების შესრულების მიღება და ამით დასრულდება კეისი, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა კურიერებთან და ნებისმიერ სხვა სფეროში იდენტური პრობლემის და იდენტური შემთხვევის არსებობისას აუცილებელია იგივე ღონისძიება გატარდეს, იგივე ნაბიჯები გადადგას კომპანიამ. ანუ ეს რაღაც პრეცედენტული თემა არ ხდება, რომ თქვათ სხვა იგივე ჩვენ ვიცით, რომ ბევრი კომპანია, რომელიც მიწოდებას და ტაქსების სფეროშიც ბევრი არაქართულენოვანი გამოჩნდა, ხო? დაგეთანხმებით, ნამდვილად პრეცედენტული გადაწყვეტილება არის. ჩვენთან იყო არაერთი განცხადება, რომელიც ეხებოდა ზოგადად ქართულ ენაზე მომსახურების მიწოდებას. ანუ ჩვენ შევდივართ კვების ობიექტში, შევდივართ სასტუმროში, ან ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში და უბრალოდ ვერ ვიღებთ ინფორმაციას ქართულ ენაზე. ეს იყო ოდნავ განსხვავებული შემთხვევა. ჩვენ მივიღეთ წინარე ინფორმაცია, ანუ წესები და პირობები მივიღეთ ქართულად, ვიცოდით რა და როგორ იყო. თუმცა წავაწყდით პრობლემას, როდესაც უკვე შეკვეთის შემდეგ ვერ მივიღეთ მომსახურება. ამიტომ ამ ნაწილში ეს გადაწყვეტილება არის პრეცედენტული და ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ ქართულ ენაზე მომსახურება არა მხოლოდ წინარე პროცესის დროს უნდა განხორციელდეს, არამედ ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის შეკვეთის გაფორმება. და ეს კანონმდებლობით არის ვალდებულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, ხო, რომ მე უნდა მივიღო, ასე ვთქვათ, სერვისი და კომუნიკაცია უნდა მოხდეს სახელმწიფო ენაზე პირველ რიგში. კი, 2022 წლიდან კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ სანამ შევიძენთ ნივთს ან მომსახურებას, ქართულ ენაზე მკაფიოდ და გასაგებად უნდა მიაწოდოს მოვაჭრემ ინფორმაცია მომხმარებელს არ უნდა სჭირდებოდეს დაზუსტება, გარკვეული კითხვების დასმა, რაც შეეხება სტანდარტულ პირობებს, უნდა იყოს ამომწურავი და გასაგები. კი ბატონო, და გადაწყვეტილება თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეული ვალდებულება გქონდა, რაც განახორციელა ახლა ბოლო ეტაპია გლოვოსთვის, სანქციებს, სხვა ტიპის სანქციებს თუ ითვალისწინებს, ან რა შეიძლება კიდევ გადაწყვეტილება მიიღოს კონკურენციის სააგენტომ ამ შემთხვევაში? ზუსტად ამით დავიწყეთ, რომ ჩვენ განვუსაზღვრეთ გონივრული ვადა და ეს მიდგომა ვრცელდება ყველა შემთხვევაზე და ყველა მოვაჭრის მიმართ. ჩვენი კანონმდებლობა უფრო პრევენციული ხასიათის არის და პირდაპირ დაჯარიმებაზე არ გადავდივართ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას, ამ ვადაში თუ არ აღმოფხვრა მაშინ უკვე გადავდივართ, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ ჯარიმის და ამ აღსრულების მექანიზმის გარეშე კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ჯერ ვადას ვაძლევთ, ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უკვე გადავდივართ დაჯარიმების ეტაპზე. ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმა საკმაოდ სოლიდური თანხაა, იმიტომ რომ შეგვიძლია დავაჯარიმოთ მოვაჭრის წლიური ბრუნვის, არა შემოსავლის, არამედ ბრუნვის 2%-მდე შეიძლება იყოს ჯარიმის ოდენობა. კი ბატონო, თუ გქონიათ სხვა შემთხვევები მომართვების, იმიტომ რომ
რომ სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით ხოლმე და უკვე რაღაც სახალისო სკეჩებიც კი არის ამ თემაზე და ასევე რა პროცედურას გადის აი ეს მოქალაქე ვინც მოგმართათ რა წარმოადგინა ვთქვათ მისი მხრიდან დამადასტურებლად და მთლიანობაში რა ვადა დაგჭირდათ აი ამ დარღვევის დასადგენად კი, ჩვენი დეპარტამენტის შექმნის დღიდანვე ჩვენი ამოცანა და მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მარტივი პროცედურა ყოფილიყო და ყველა მომხმარებელს შეეძლო შემოეტანა განცხადება და დღეს არსებობს ძალიან მარტივი ფორმა, რომელიც არის განხავსებული ჩვენს ვებ-გვერდზე. თუ ელექტრონული ხელმოწერა აქვს მომხმარებელს, შეუძლია საიტიდანვე შეავსოს, ხელი მოაწეროს ელექტრონულად და ისე გამოაგზავნოს, თუ არა, არც ეს არის ასე ვთქვათ დაბრკოლება, შეუძლია ჩამოტვირთოს ფორმა, ხელი მოაწეროს კალმით და სკანეროს სურათი გადაუხოს და ისე გამოაგზავნოს. მინიმალური ინფორმაცია გვჭირდება მომხმარებლის ვინაობის თაობაზე ინფორმაცია, მოვაჭრის ვინაობის თაობაზე და მოკლე აღწერა, რა შეემთხვა, რა პრობლემა აქვს და ჩვენ ვიწყებთ უკვე მოკვლევას. სასურველია კონდეს მტკიცებულებებით, თუმცა თუ მტკიცებულებები არ გააჩნია, ეს არ არის რამე შემოფერხებელი და დამამტყოლებელი, ჩვენ ვიწყებთ მოკვლევას, ვითხოვთ ინფორმაციას მოვაჭრისგან და ამისთვის გვაქვს ერთთვიანი ვადა. ამ ერთი თვის ვადაში უკვე მიღებული მტკიცებულებების და პოზიციების შეჯერების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ან დარღვევის დადასტურება, ან არ დადასტურება და ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება მორიგებით დამთავრდეს სააგენტოსა და მოვაჭრეს კი ბატონო, ვადებიც საკმაოდ შემჭიდროებულია, ასე რომ მე მგონი თუ გექნებათ შემთხვევები აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, რაც გვაქვს კანონმდებლობის საფუძველზე და სხვა მხრიდანაც სხვა მოქალაქეებიც თუ მოგმართავენ კონკრეტულად აი ამ არაქართულენოვანი კურიერების თემაზე. კურიერების თემაზე იმდენად არა, როგორც ზოგადად მომსახურებაზე და ინფორმაციის მიწოდებაზე, განსაკუთრებით 2023 წლის ზაფხულის სეზონთან მოახლოებასთან ერთად ამ ზღვისპირა ქალაქებში იდგა ეს პრობლემა. რიგ კვების ობიექტში მომხმარებლები კი ან ვერ სარგებლობდნენ ქართულ ენაზე მომსახურებით და ზუსტად აქედან დაწყებული ჩვენ დავადგინეთ არაერთი სტანდარტი და ვთქვით რომ პირველ რიგში ქართულ ენაზე უნდა იქნეს მიწოდებული ინფორმაცია თუმცა აქვე ყოველთვის აღნიშნავთ რომ მოვაჭრე არ არის შეზღუდული, შეუძლია პარალელურად გქონდეს მომსახურება სხვა ენაზეც, მაგრამ ქართულ ენაზე მომსახურება უპირველეს ყოვლისა. ეს ეხება ანუ ჩვენთან განცხადებები იყო შემოსული როგორც კვების ობიექტებზე, სასტუმროებზე, ასევე კლინიკებზეც კი იყო შემოსული განცხადებები და მრავალფეროვანი სექტორია. და აქვე გეტყვით რომ შეიძლება განცხადებელი საერთოდ არ აღნიშნავდეს და არ უთითებდეს ამ დარღვევაზე და დაობდეს საერთოდ სხვაზე და დაუშვათ თანხის უკან დაბრუნებაზე, მაგრამ ჩვენ კომპლექსურად ვსწავლობთ საკითხს და როდესაც ჩვენ შევდივართ ვებ-გვერდზე ან როდესაც ვიეთხოვთ გარკვეულ ინფორმაციას, იქნება ეს კვების მენიუ ან ნებისმიერი სხვა მტკიცებულება. თუ ჩვენ ვხედავთ რომ ინფორმაციის მიწოდება არ ხდება ქართულ ენაზე, აუცილებლად ვახდენთ რეაგირებას და მხოლოდ მოთხოვნის ნაწილში კი არ მსჯელობთ მთლიანად პოლიტიკას ვსწავლობთ და ასევე ვუთითებთ მოვაჭრეს რომ გამოასწოროს ეს ნაწილიც და აღმოფროს ეს ხარვეზი. კი ბატონო, აი თქვენ ახლა გარკვეულწილად კი ჩამოთვალეთ, მაგრამ აი მთლიანობაში ვაჭრობა მომსახურების სფერო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იქნება და ხარისხობრივად რომ შევხედოთ, რამდენად აქტიურები არიან თავად მოქალაქეები თქვენთან მომართვიანობის ნაწილში და თუ დავახარისხებთ ყველაზე ხშირად რას უჩივიან, ასე ვთქვათ, რა ნაწილში უფლებების დარღვევას. დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება მომართვიანობა, თუ შევადარებთ 2022 წელს, ნუ ეს ბუნებრივიც არის, ახალი იყო კანონი, ახალი იყო დეპარტამენტი, ცნობიერება არ იყო ის საკმაოდ ამაღლებული და თუ დღევანდელ სტატისტიკას გადავხედოთ, თითქმის გაორმაგებულია მომართვიანობა, თუმცა ეს არ არის ის ასე ვთქვათ, საბოლოო წერტილი აუცილებლად მუშაობს ცნობიერების ამაღლებაზე და საჭიროა უფრო მეტი და მეტი მომართვიანობა. რაც შეეხება მოთხოვნის ნაწილებს, რა თქმა უნდა, ტექნიკა, ვაჭრობა და ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა მოვაჭრეებთან უფრო აქტუალურია, როგორც წესი ითხოვენ. თანხის უკან დაბრუნებას ან დაზიანებული ნივთის შეცვლას და შეკეთებას გარანტიების თემა, კი. მაგრამ მომსახურების ნაწილიც არ ჩამოუვარდება, ასე ვთქვათ, ამ სტატისტიკას და ნაკლიან მომსახურებაზე ასევე საკმაოდ ბევრი განცხადება შემოდის, მათ შორის არაერთი განცხადება შემოსულა ზუსტად ამ ქართულ ენაზე მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და ასეთი საინტერესო ამბებით კიდევ გელოდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ
ვისაუბრეთ არაქართულენოვანი კურიერების შესახებ, კონკრეტულად გლოვოს მაგალიძე თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სააგენტომ, ჩვენი სტუმარი კი გახლდათ ამათი ამაროვი საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ჩვენ რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.